გენერალურ პროკურატურაში თბილისის პროკურორის ბრიფინგი იწყება, რომელსაც პირდაპირ ეთერში გთავაზობთ. მოგესალმებით. 2015 წელს მომხდარი გიორგი კვარაცხელიას ჯგუფურად განზრახ-მკვლელობის სისხლისამართლის საქმე გახსნილია. სულ საზოგადოებას ინფორმაცია მივაწოდოთ აღნიშნულ სისხლისამართლის საქმეზე ბოლო პერიოდში ჩატარებული ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგენილი გარემოებების და ფაქტების შესახებ. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში საქართველოს პროკურატურის ზედამხედველობით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ დავით დეკანოსიძემ და თორნიკე კაჭარავამ ამ უკანასკნელის ძმასთან წარსულში მომხდარი უთანხმოების გამო გიორგი კვარაცხელიაზე შურისძიება და მისი ჯგუფურად მკვლელობა განიზრახეს. 2015 წლის 25 დეკემბერს თორნიკე კაჭარავა მართსაწინააღმდეგოდ შეძენილი 7.65 კალიბრის მქონე, ხოლო დავით დეკანოსიძე ასევე მართსაწინააღმდეგოდ შეძენილი 9 მმ კალიბრის მქონე ცეცხლსასროლი იარაღებით შეიარაღებულები მივიდნენ თბილისში. გურამ ფანჯიკიძის ქუჩა ნომერ 3-ში მდებარე გიორგი კვარაცხელიას საცხოვრებელ კორპუსთან და დაახლოებით 20 საათსა და 36 წუთზე, მაშინ როდესაც გიორგი კვარაცხელია ეზოში იმყოფებოდა, ბრალდებულებმა მრავლობითი გასროლა განახორციელეს მისი მიმართულებით, რის შედეგადაც გიორგი კვარაცხელიამ თავის არეში მიიღო ცეცხლსასროლი ჭრილობა, ქალა ძვლებისა და თავის ტვინის დაზიანებები და მიუხედავად აღმოჩენილი დახმარებისა სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა. თორნიკე კაჭარავას და დავით დეკანოსიძის მიმართ გამოტანილია ბრალის დადგენილება. თორნიკე კაჭარავას პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო დავით დეკანოსიძეს დაუსწრებლად ბრალი წარედგინებად საქართველოს სისხლისამართლის კოდექსის 109 მუხლის მეორე ნაწილის ექვეპუნქტით, ძველი რედაქცია. განზრახ-მკვლელობა ჩადენილი ჯგუფურად, რაც სასჯელის სახედ და ზომად 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მივმართავთ. დავით დეკანოსიძეზე გამოცხადდება ძებნა. შინაგან საქმეთა სამინისტროში სისხლისამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება აღნიშნულ საქმესთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირების დადგენის მიზნით. მადლობა ყურადღებისთვის.